ხელისუფლება პოლიტიკურ ამნისტიაზე მუშაობას იწყებს, ვიდრე კანონპროექტი დაიდება, მანამდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი და ქართული ექსპერტების რეკომენდაციებს ისმენენ რაბედელის 10,000-ობით განცხადებას, რომელიც უკვე პროკურატურაშია შესული. თამარ ბუბაშვილი კი ამბობს. საჩივარი მარტს საწინააღმდეგო ქმედებების სრულ ჩვენებისა და გატაცებისთვის სამართალდამცველების წინააღმდეგ პროკურატურაში რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ბაკურ კიღურაძე 2010 წელს საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისთვის დააკავეს და რამდენიმე თვის წინ ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. იანვარში დატოვა საპყრობილე 2011 წლის მაისის აქციებისას დაკავებულმა გია სალუქვაძემაც. ახლა ორივე საქმის გამოძიებასა და სამართლიანობის აღდგენას ელოდება. დღეს საჯარო პირთა მოსალოდნელი ამნისტიის შესახებ შეიტყვეს. ჰუმანური აქტის განხორციელებას აღიარების სანაცვლოდ ეთანხმებიან. არ შეიძლება სივრცეში გამოკიდებული და ხაერში გამოკიდებული ამნისტია იყოს და ყველა დამნაშავეს შეენდოს ერთიანად დანაშაულის აღიარების გარეშე. ეს აღიარება უნდა მოხდეს, ადამიანება უნდა მოინანიოს საკუთარი დანაშაული და ამ მონანიების ბაზაზე უნდა მოხდეს შენდობა და შენდობა სახელმწიფომ უნდა უპასუხოს ამნისტიის აქტით. ამ ადამიანებმა მათი ქმედება უნდა მათი ჩადებულ მასაძინებლობა უნდა აღიარონ და დაასახელონ ის პირები, ვინც ამათ დავალება. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისინი შესაძლებელი იქნება განათავისუფლონ პასუხისმგებლობით. პროკურატურაში შესულ რამდენიმე ათას საჩივარზე მთავარი პროკურორი საუბრობს. აზრთა ურთიერთგაცვლა და არა მზა რეცეპტების განსაზღვრა. ასე აფასებს არჩილ კბილაშვილი დღევანდელ შეხვედრას. იუსტიციის მინისტრი კი პარლამენტს პოლიტიკური ამნისტიის კანონის ნაცვლად დეკლარაციის მიღებას ურჩევს. პოლიტიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ შიგა საუბრები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგის შესახებ მე თქვენ ჯერ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ნაადრევია. პირადად ჩემი მოსაზრება იქნებოდა, რომ პარლამენტმა კანონის მაგივრად დეკლარაცია გააკეთოს პოლიტიკური ამნისტიის შესახებ, რაც შემდეგ უკვე პროკურატურის დონეზე დაკონკრეტდებოდა იმის გამიხედვით, თუ რა მიმდინარე საქმეებია შემოსული პროკურატურაში. ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას ეს პოლიტიკოსთა დისკუსიის თემა არის და სხვადასხვა აზრი არის ამის შესახებ. პროკურატურა ამ შემთხვევაში აი ამ პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტაში ნაკლებად ერთვება, რადგან ეს მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური მექანიზმების ამოქმედებას უკავშირდება და პარლამენტი იმსჯელებს და გადაწყვეტს. ამნისტიის საჭიროება დღის წესრიგში საჩივართა გაზრდილმა რაოდენობამ დააყენა. ვის და რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება ჯერჯერობით მსჯელობის საგანია. პარლამენტის თავმჯდომარისთვის კი მნიშვნელოვანი ამნისტიის პარალელურად დაზარალებული პირების უფლებების დაცვაა. იმ 15 და 20,000 განცხადებას საჩივარს, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს მის განხილვას ყველა მოქალაქის სასამართლომდე მიყვანას. ამიტომ დღის წესრიგში დგას რაიმე ფორმის ამნისტია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. ეს ყველაფერი მოგცემს საშუალებას, რომ მივიღოთ ძალიან მაღალი დონის რეკომენდაციები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით, რომ როგორ მოვახერხოთ, რომ დაზარალებული პირების უფლებები იქნეს დაცული, აღდგენილი. მართლმსაჯულების ახალი მოდელის შემუშავებას მხარს უჭერენ რეფორმის პოლიტიკური შურისძიების იარაღად ქცევას კი ეწინააღმდეგებიან უმცირესობაში. გარდამავალ პერიოდში დაგროვილი პრობლემების მოგვარების გზად სხვა ქვეყნის გამოცდილების საფუძვლიანი შესწავლა და მისი გაზიარება მიაჩნიათ. ნაციონალური მოძრაობისთვის პროცესში მნიშვნელოვანი კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვაა. მე ვატყობ უმცირესობის წარმომადგენლების სურვილს, რომ ამოგლიჯონ საქართველოს ისტორიიდან 2013-12 წლები და ყველაფერი უბედურება მაინც და მაინც ამ პერიოდში დაინახოთ. იმედია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ამაში, თუნდაც პოლიტიკური ძალაუფლების ბრძოლისათვის არსებულ ელემენტს. მართლმსაჯულება არ იქცეს შურისძიების იარაღად, პოლიტიკური შურისძიების იარაღად და სამართლიანობის აღდგენა არ დაემსგავსოს რევანშის. სამწუხაროდ გვაქვს ის ფაქტები, ბოლო ასე ვთქვათ, თვეების ფაქტები, როცა ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ დილემასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. პოლიტიკოსებთან ერთად შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. მათი მოწვევის მიზანი უცხო ქვეყნის გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობის გაზიარებას გადაწყვეტენ კანონმდებლები ქართულ რეალობაში, კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა. ეს კარგი დროა, იმიტომ რომ ის საკითხები, რომლებიც არჩევნებს მოყვება, ჩამოყალიბებულია და ხალხს უკეთესობის შეგრძნება აქვს. ახლა საქართველოს დგას იმ საფინალო გზაზე, როდესაც ეს პრობლემები უნდა გადაილახოს.
გაუქმოს. ადამიანთა უფლებების დაცვის კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს. მე უნდა წავიდე შეხვედრაზე, რომელზეც ნაციონალური სამოქმედო გეგმა უნდა შევადგინოთ, რომელიც ადამიანის უფლებათა და იმ პრობლემათა შესაძლებლობებს მოიცავს, რომლებიც ხალხს პრობლემების გადაწყვეტაში უნდა დაეხმაროს. საჯარო პირთა ამნისტია ის საკითხია, რომელმაც უმრავლესობასა და უმცირესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაწყებული მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საჯარო პირთა უპირობო ამნისტიას ითხოვდა, რაც კოალიციისთვის მიუღებელი იყო. საჯარო პირთა ამნისტიის პროექტის საკუთარი ვარიანტი ქართულმა ოცნებამაც შეიმუშავა. რა პირობებით და რომელ საქმეებს შეეხება დაგეგმილი ამნისტია ჯერჯერობით განხილვის საგანია.